თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე იმ ინიციატივის შესახებ იმშელეს, რომელიც ლტოლვილთა თუ საერთაშორისო დაცვის სხვა ფორმებით მოსარგებლე პირების შვილებისთვის სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საბავშვო ბაღებში მისაღებად საჭიროა სპეციალური რეგისტრაცია, რომლებსაც მშობლები ონლაინ რეჟიმში გადიან და რომლის ცხრილის ყველა გრაფა შევსებას მოითხოვს. ველი, რომელიც პირადი ნომრის ჩაწერას გულისხმობს, ლტოლვილთა შემთხვევაში აქამდე ცარიელი რჩებოდა და რეგისტრაციაც შეუძლებელი იყო. აღნიშნული ინიციატივის შედეგად კი ლტოლვილებსა და საერთაშორისო დაცვის სხვა ფორმებით მოსარგებლე პირებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური მოწმობის მიღების შედეგად საკუთარი შვილების საბავშვო ბაღებში მისაღებად მარტივად დაარეგისტრირონ. პროექტი ლტოლვილთა ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საჯარო მომსახურებებსა თუ სოციალურ უფლებებზე წვრომის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ეს ინიციატივა, რომელიც ჩვენი სამინისტროების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო თავშესაფრის საკითხებში მიმართეთ თბილისის მერიას და საკრებულოს, მათ უფრო ძალიან ოპერატიულად მოხდას საკითხზე რეაგირება და დღეს ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებელთა ლტოლვილთა სტატუსისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ოჯახების შვილებისათვის სკოლამდელი აღზრდის ბაღებში მათ ხელმისაწვდომობას და ინტეგრაციის ხელშეწყობას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისგან გამომდინარე აღებული ვალდებულების ათვალისწინებით და აგრეთვე ვიზა ლიბერალიზაციის მეორე ფაზის წარმატებულად დასრულებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი არის როგორც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, აგრეთვე იმ მიმართულებით, რომ საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აქვს ნაკისი როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყანას, ასოცირების ხელშეკრულების, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეტაპების გადალახვის კუთხით არის მეტად მნიშვნელოვანი. ასევე იმასაც მოგახსენებთ, რომ წლების წინ უკვე ეს იყო ერთ-ერთი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ნაკისი ჰქონდა საქართველოს და შესაბამისად ამ დადგენილების მიხედვით გასწორდება ის ხარვეზები, რაც არსებობდა და შესაბამისად ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იქნება სერიოზული ნაბიჯი გადადგმული წინ.